გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მეტნიერება, სიხარული და როგორც ყოველთვის უფალი იყო ჩვენთან. ჩვენ ისევ გზაში ვართ, ისევ მოძრაობთ, ისევ კეცავთ, ფიქრობთ და მე ჩემ აზრებს იზიარებთ. ახლა შეკვეთა მივიღეთ და მოვდივართ არიზონიდან მივდივართ მონტანაში, ჩრდილოეთით. ძალიან არ მინდოდა, იმიტომ იმის ფიქრით რომ ცუდი ამინდები იქნება, ხო იცით მე ჩვენ ადრეს აგვაქვს დათქვამი რომ გადართული რო ხარ უკვე კალგამინდებზე, მაინც ეს გამოთხრება რა ეს ისეთი შეიძლება ცუდი ამინდი, ცუდი სიტყვას ვამბობ, მაგრამ არ გინდა, მაგრამ რა სიზარ, რაც არის ეგ არის. მივდივართ მონტანაში. ამ ვიდეო ჩართვაც არ მინდოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ იმხელა ინფორმაცია მოდის, და ჩვენ ხო იცით როგორ ამბობთ, ჩვენ ვიღებთ იმას და ვაჩვენებთ იმას რაც არის და მით უმეტეს პოლიტიკურ თემას უნდა შევეხო. ჩვენ ხო შევთავთით რომ სამშაბათობით განვიხილავთ ხოლმე პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ იმდენი ინფორმაციებია მე მინდა რაღაცნაირად დავალაგო და მოვამზადო ჩვენებურად, რა თქმა უნდა, ჩამოვაყალიბო ჩვენი ხედვები, ჩვენი აზრები და აგიზიაროთ ჩემი ფიქრები. მით უმეტეს მე ყოველთვის ვამბობ ამას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ამას ბუნებრივად, ნატურალურად და ვსახავთ იმას, ჩვენ რა ვთქვით, რომ უნდა ვაჩვენოთ რა მდგომარეობაში ვართ, თუნდაც ამ პოლიტიკურ, ამ დაძაბულ, ამ ომის სიტუაციაში ჩვენი არხიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენი არხი ცდილობს თქვენთან ერთად მეგობრებო, რომ ადამიანები არ დავიბნეთ, ვიყო წყნარად, ჩვიდად და რაღაცნაირად შევინარჩუნოთ ჩვენი სახე, ადამიანობა, ღირსება და ვიყო სრულყოფილები. თუმცა სრულყოფილებამდე ძალიან შორს არის, მთელი ცხოვრება ჩვენი ტირეთ მაგას ემსახურება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ჩვენ ფაქტობრივად ხო ყველა თემებს ვეხებით, მაგრამ ისიც ვიცით, რომ პოლიტიკურ თემებს რო ვეხებით, ყოველთვის სამწუხაროდ ეს სფერო და ეს მხარე იმდენად ეხება ყველა ადამიანს და გვეხება ჩვენ, გინდა არ გინდა, მით უმეტეს რაღაც უკონტროლოსავით არის და სამწუხაროდ ამ პოლიტიკური ხედვები და სიტუაციებიდან გამომდინარე ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ჩვენც ვცდილობთ ჩვენებურად რაღაცა წვლილი შევიტანოთ, რაც წეღანავთ რომ ადამიანებმა ერთმანეთს არ ვაწყინინოთ და ჩვენ როგორ ამბობთ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს. და რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ყველაზე კაი გამოსავალი არის ვაჩვენოთ ის რაც არის და ვამბობთ რომ გემოვნებაზე არ დავობთ. იმდენად მრავალფეროვანია სამყარო და ადამიანები, რომ ზოგი ასე ფიქრობს, ზოგი ისე ფიქრობს, მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ იმას რაც არის და ჩვენი გემოვნება და ჩვენი ემოციები რჩება ჩვენში და ყოველ შემთხვევაში ზომიერებაში და უზომოში ზომიერები ვიქნები და უზომოში და ზედმეტობაში არ გადავართ. და ისიც ვიცით, რომ ჩვენ კამაჩი არ შევდივართ, ჩვენ ვამბობთ, რომ ის თეზის, რომ კამაჩი იბადება ჭეშმარიტება არ ვეთანხმები. ჩვენ ვამბობთ, არის ჭეშმარიტება არის ერთი, რომ ადამიანები სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ მიმართულებას შევინარჩუნებთ და ვიქნებით ზომიერები და ჩვენი ყოველი მოქმედება იქნება კაცმოყვარეობიდან და სიყვარულიდან გამომდინარე. სიყვარულიდან, რომელიც მოდის უფლიდან და უბრალოდ ადამიანები რომ დავიბნევით, როგორ გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ, უცბად უნდა გავიხსენოთ, რას გვეუბნება უფალი, რას გვეუბნება წმინდა წერილი. უბრალოდ პატარა
ენერგიის დახარჯვა საჭირო, მეტი კი არაფერი და უსმათ ყველაფერი ჩაჯდება თავის ადგილას, ისე იქნება როგორც შეშვენის ყველა ნორმალურ ღირსეულ საქციელს, ღირსეულ ადამიანს და ღირსეულ მოქმედებას. მთელი სოფლიო ამ ომზე, ამერიკა, ისრაელი, ირანის ომზე საუბრობს. აი, არაფერი არ შეცვლილა, მეგობრებო, აი ჩვენ ხო ვიძახით, რაც ხდება საქართველოში, იგივე ხდება ამერიკაში, იგივე ხდება მთელ სოფლიოში, ადამიანები გაიყვნენ და რითი თქმა მინდა, იცი მე ვინაიდან ახლა ამერიკაში ვარ და ვინაიდან ისეთ ადგილას ვარ, რომ ისეთი სიტუაციაში ფაქტობრივად ყველაფერს უსმენ და უსმენ ასეთი სიტყვა ამომივარდა პროპაგანდა. ესე იგი, ვინც უფრო კარგად აწარმოებს პროპაგანდას, არ ვიცი რა ზოგიერთ უარყოფითი იმით არის ნახსენების არის პროპაგანდა, მაგრამ ინფორმაცია, ესე იგი, ადამიანებს რო ველაპარაკები ზოგჯერ და ფიქრობ, ეს ტელევიზორი თქვათ არიან რომლებიც ეთანხმებიან ტრამპის მოქმედებებს, არიან რომელიც არ ეთანხმებიან, ხო? ეხლა ვიძახენ ირანისტი, რუსისტი, დემოკრატი, ლიბერალი და მერე უცბად ამოკითხდა ეს სიტყვა პროპაგანდა. ანუ ხო რას ვამბობდი? ხო და აი ადამიანებს რო ველაპარაკები სიტყვაზე ამ თემაზე და უსმენ და ფიქრობ, ეს რაღაც როგორც ტელევიზორში ლაპარაკობ, როგორც ინფორმაცია, ისე მე ლაპარაკებ. მე მეორეს უსმენ ისა. ესე იგი, რა დასკვნა გამოვიტანე, იცი? ადამიანი გელაპარაკება იმას, რაც სადღაც აქვს მოსმენილი. და ხდება ერთმანეთის ისა რა, ესე იგი, რაღაც პროპაგანდაზე არის, ანუ რაღაც ინფორმაცია მიღებული აქვს და თავისი აზრი არა აქვს. აი, იმან მოусმინა იქ რაღაცა ოპოზიციურ რადიოსთან გადაცემას, ამან მოусმინა ამას და აი ესეთი ლაპარაკი მიდის, რომ ჩვენ ქართულ სიმსეში როგორ არის. ადამიანი, რომელიც მოусმენს სიტყვაზე იმედს, ვთქვათ, იქ სამთავრობო გადაცემებს, უსმენ იმას ლაპარაკობს. ადამიანი, რომელიც მოусმენს იქით მისმენას და ოპოზიცია და სხვა იქიდან და ფიქრობ, რომელია მართალი და უკვე აბა თქვენ გარშემო მეგობრებო ვინც არიან, ხედავთ ხო? ეს ტრიალი, რასაც ახლა მე ვთქვი, რასაც ადამიანებს უსმენ და უსმენ ფაქტურად ტელევიზორებს და იმ საინფორმაციო წყაროებს ამ ადამიანების სახით. მეგობარია, მეზობელია, უბნელია, თანამშრომელია და ასე შემდეგ. იგივე აქაც. ეხლა რო უსმენ ხოლმე რაღაცებს, ლაპარაკობს თქვა ამერიკელი ან ვიღაცა უცხოელი, იმას ლაპარაკობს, რაც ლაპარაკობს Fox. მეორეს მოусმენ, იმას ლაპარაკობს, რაც ლაპარაკობს CNN. ესე იგი, რითი თქმა მინდა, რომ არის ყველა არის რაღაცნაირად მიჯაჭვული ამ პროპაგანდას და თავისი თითქოს თავისი აზრი არ აქვს. ეხლა მე ვიფიქრე, კაცო, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის. და ამიტომ პოლიტიკური განხილვები რო იქნება, ჩვენი მხრიდან ეხლა ცოტა მომიტევეთ ახლა ძალიან იმას კარგი მომხილველი ვიქნებით, ის ვიქნები, მაგრამ გინდა არ გინდა მოგვიწევს ამაზე საუბარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაჩვენოთ ის რაც არის, როგორც არის. მე ამ ხარესაც გაჩვენეთ, იმ ხარესაც გაჩვენეთ და საფიქრეს უკვე თქვენ დაგიტოვეთ. უკვე თქვენ გადაწყვიტეთ. სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება და ის გააკეთოთ რა თქვენ გინდათ და ისკენას მიგისწრაფით შინაგანი ხმა. შორის ამ თემაზე რო ფიქრობდი, როგორ მეთქვა, იცით მე ასეთი რაღაცა გამონახე, ალბათ თქვენ დამეთანხმებით. ანუ ყველაზე კაი მარტივი, ასე თქვათ, დაპირისპირებაც არ მინდა თქვა სიტყვაზე. თქვათ ადამიანი შემოვიდა შენთან დისკუსიაში, ხო? ის თავისას ამბობს, შენს ამბობ, მაგრამ გამოდის ეგ ზედება, ხო? შევხედოთ როგორ ხდება, ხო? მიდის დისკუსიები, არ თავდება, კამათებში გადადის, არ გადადის. ამიტომ მე ვიფიქრე, მოდი იცი რას ვიზავ, დისკუსია და ეს, ასე ვთქვათ, ყანყანის ფორმა, რომელიც ზრდება, მაშინ გავაჩერებ, როდესაც მიუთითებ ტყუილს. ესე იგი, როდესაც საუბრიდან და რაღაცა თეზისიდან ამოიტან ტყუილს და დაუდებ, მე ალბათ დისკუსია წყნა, უმეტეს შემთხვევაში არ წყნარდება, მაგრამ ეს გააჩენ როგორი ფორმით მიაწვი. დანარჩენი უკვე არჩევანი ადამიანის ნებაზია და
იმიტომ კი არა რომ ჩვენ მაინდა-მაინც ტყუის ვეძებთ, უბრალოდ რაც არის და უბრალოდ ჩვენი გონება, რასაც შეწყვეტება, იმას ამოვატივტივებ და დანარჩენი უკვე ისე და ისე ბრუნდები თვითონ ადამიანმა გადაწყვიტოს თავისი შინაგანი ძალიდან გამომდინარე. ეთანხმება ტყუის, არ ეთანხმება, მალავს, აწყობს, არ აწყობს, თვალს ხუჭავს, მოიხურებს და გონი კაი ფორმაა რა. ჩვენ ვაჩვენოთ ის, რაც არის ტყუილი და ესეც 7 წყნარი ფორმით ვაჩვენოთ იმ მოწინააღმდეგეს და დანარჩენი უკვე თვითონ გადაწყვეტოს მოწინააღმდეგემაც, არა მოწინააღმდეგემაც და დისკუსიაში თუ საუბარში თუ იმ პროცესში მონაწილე თვითონ გადაწყვეტოს ისევ მეორდებით თავისი შინაგანი ძალით, შინაგანი ხმით. ერთ სიტყვით ყველამ ვიცით, ეს ამერიკის ჯარი მიადგა ისრაელს სამხედრო თვითონ ავიანოსეცებით და დაიწყო ირანის დაბომბვა. ირანმაც მაგარ წინააღმდეგობას უწევს. თვითონ უკვე ამერიკელებმა და ამ პოლიტიკურმა მიმოხილველები არ ელოდნენ ასე წინააღმდეგობას და უკვე სერიოზულად დაფიქრდნენ. ამასობაში რა ხდება ირანში წარმოიდგინეთ ეს სულიერი მამა მოუკლეს. ეხლა რა არის იცით, ზოგს მოსწონს, არ მოსწონს, მაგრამ ეს ადამიანები მისდევენ ამ სულიერ მამას, მის სწავლებას და ამერიკა და ისრაელს ეგონათ, რომ ამ სულიერ მამას თუ მოუკლავდნენ, თითქოს დაიშლებოდა ირანის, რა ქვია, სამთავრობო წყობა და პირიქით უფრო გაერთიანდნენ და იმის მაგრად ელოდებოდნენ ხალხი დაიყოფოდა, უფრო გაერთიანდა და უფრო საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ წყობას, ხო, ეს აიათოლა წყობა, ეს რომელსაც თვლიდნენ, რომ ეს შუა საუკუნეების მეთოდია, აი ეს სამშობლოს დაბომბვამ, სამშობლოს აი ესეთი შეტაკებამ პირიქით პატრიოტული გრძნობა აბუძრა და მილიონობით ადამიანი განიცვალა უკვე ამერიკისა და ისრაელის წინააღმდეგ. კი ეხლა შეიძლება კი არა, მაშეც არის ეხლა ირანმა რა უნდა გაუკეთოს სიტყვაზე მატერიალურ და შეიარაღებაში გამომდინარე ამერიკას, მაგრამ ვიცით ეხლა რაც არ უნდა იარაღი იყოს და რაც არ უნდა შეიარაღება ქონდეს დასავლეთს, ხალხი რო გაერთიანდება, იქ თან მით უმეტეს ირანი დიდი ქვეყანაა, დიდი ტრადიციების და მანდ უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება და ამაზე უკვე თვითონ ამერიკელებიც საუბრებენ და თვითონ ებრაელებიც. სულ დამავიწყო უნდა მეთქვა და მე გამომჩა გონებიდან. მეგობრებო, აი ხა მე პირადად ომი იმდენად მარჟოლებს იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს, მე ვიცი რა არის ეს ბომბის აფეთქვა, რა არის ადამიანის სიკვდილი, რა არის როდესაც შენობა იკრევა. აი იმდენად მიუღებელია ჩემთვის, იმდენად ამარცხუნებელია, შემაწუნებელი, რომ მარჟოლებს და ყოველთვის ომის და ძალადობის აქტი ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი, იმიტომ რომ მე ვიცი რა არის სისხლი, მე ვიცი რა არის დედის წრემლი, მე ვიცი რა არის მეგობრის სიკვდილი და ეს არის საზღვრება და ყოველი ეხლა რო უყურებ ხოლმე იმას რომ ბომბავენ, იქ მე ხალხი რო დარბის, იქ წივიან, იქ რაღაცა აფეთქდა, იქ გოგოები მოკლეს ის რომ ეს არის იმდენად მიუღებელი ჩემთვის, რომ აი სასწაულია და ყოველთვის ვამბობ, რომ ომი და ჭუბით საქმე არ კეთდება, ყოველთვის უნდა გააკეთო ეს
მოლაპარაკებით, ყოველთვის რაღაცა უნდა გააკეთო, თქო ღმერთის მაგას მეუბნება, რო არის შფოთი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს მოაგვარო, თქო შენ ამისთვის გაქვს გონება, შენ ამისთვის გაქვს ღმერთის სწავლებები, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ადამიანები ამას არ აკეთებენ. ხო და რას ვამბობდი? მე ეხლა რასაც საუბრობ, თქვა ომზე და ამ პროცესებზე, ხო, ამ ომის შესახებ, აი მარჟორებს და ის რაღაცნაირად ვერ ვისვენებ, იმიტომ მე ვიცი რა არის ომი, გონი მეორდები. მაგრამ რო გადახედა უკვე ტელევიზორში და თქვა საინფორმაციო წყაროებში, მე ამის ხარეს ვარ, იმის ხარეს ვარ, მე დაждებიან იქ პოლიტიკოსები არჩევენ საქმეს და ისეთი შთაბეჭდება რჩება, თითქოს ფეხბურთს უყურებენ რა. საქმეს იმან ამდენი რაკეტა გაუშვა, ამან ბალისტიკური, იმან ესა. აი მე გამოდიან ზოგიერთი დარწმუნება არ შეარიან ნამყოფი და არჩევენ გოგოები, ქალები და მიდის თითქოს კომპიუტერთან არის თამაში და აი სტრატეგია და რაღაცები და არ ვიცი რა, აი ურაფრად გეთრა იმდენად არასიმპათიურად და იმდენად უარყოფითად ვარ განწყობილი ასეთი ხალხის მიმართ, რომ ისე წვიტავენ ამ საკითხებს და ამ ადამიანების გაუბედურებას და სიკვდილს და იქ ამერიკელი მოკტება, აქ ირანი მოკტება და ვითომც არაფერი ვიღაცა ჭიანჭველა ფეხი დააბიჯეს და აი ძალიან შემაწუნებელია და მე რა უნდა შევცვალო, ეთყო 100-ია ეს საინფორმაციო ვიდეო ნოლემა ტელევიზორებმა ალბათ ეს დროის მომენტია რა და უყურებენ ამას ყველაფერს როგორც ფეხბურთის სათამაშო პროცესს რა. ეს ჩემთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ რა ვქნათ ახლა გამაღიზიანებელია თუ არა გამაღიზიანებელია, ეს რეალობაა. და რეალობაა, რომ ასეთი სათამაშო კომბინაციებიდან გამომდინარე იმართება მსოფლიო. გინდა ასე თქვი, გინდა ესე თქვი, ასეა. ადამიანები ვერ გრძნობენ ამ ომის სიმძაფრეს, რაც ეხლა წეღანა თქვი ასეთი თამაშის პოზიციიდან უყურებენ, მაგრამ მაშინ იგრძნობენ, მაგრამ ეს საერთოდ ომს ახასიათებს, შეიძლება უცბად ვერ იგრძნოს, მაგრამ როცა დააკდებათ პროდუქტებზე ფასები მოიმატებს, ჯამთერების საწვავზე ფასები მოიმატებს, უკვე ჯიბეს რო შეეტყობა, აი მერე უკვე სხვანაირი იმით დაიწყებენ ჭუქჭუქს ეს ხალხი და ეს კომენტატორები და ანალიტიკოსები. მაგრამ ჯერ უყურებენ როგორც სათამაშო იმას რა, თამაშებს და ეს ფაქტურად ბოლო 20-30 წლის მოვლენაა, ხო? ადრე რაღაცნაირად იგრძნობდი ამ ომს უდგებოდი როგორც ამ ემოციურ და ფიზიკურ ტყივილს და ეხლა არა, ეხლა უდგებიან თუ ჯიბეში რაღაცა დაგაკდა, დისკომფორტი შეგაქვს, ხიფაზე დაგაკდა, ინფლაცია და აი ესეთი რაღაცეები რა. მაგრამ რასიზა, ასეა. ეს არის რეალური მოცემული სიტუაცია ამჟამად. გონი ბევრს ლაპარაკობ და ეხლა გადავიდეთ უკვე აქ ამერიკაში რა ხდება. აი ხა ხო დადუა ჯერ უბრალო ხალხი ან ჩვეულებრივი ამერიკელები ჯერ არ იგრძნობა ომის შედეგები. იმიტომ რომ ხო იცით ახლა ამერიკა არის ყველა მუშაობს, ყველა თავის საქმეთან დაკავებული და ეს სადღაც შორს ხდება, შორს არ ეხებათ. მაგრამ როგორც კი წავა ფასების მომატება, პროდუქტებზე მომატება, ჯერ მაგ პროცესი არ მიდის, აი მერე დაიწყებენ უკვე ბუზღუნს და ლაპარაკს. მე ვიძახი უბრალო ხალხს. ისე არ არის როგორც ახლა ირანში დაეჯახა ხალხი უკვე გაუბედურდა ის არაბულ სამყაროში უკვე ფიზიკურად ზნობენ იმ იმას და აქ ჯერ არა. აქ უბრალოდ ადამიანები თავის საქმეს აკეთებენ და უბრალოდ კი ვითომ უსმენენ, მაგრამ ისე რა არ აინტერესებს, რაღაცა ხდება, მაგრამ მე დარწმუნებული აქ რო უკვე რომ მოიმატებს ფასები და რო შეეხებათ, მაგათ მერე დაეწყებენ უკვე ბუზღუნს. თუმცა პოლიტიკურ ვისაც აინტერესებს ეს პოლიტიკური მიმდინარე სიტუაციები, ისინი ასე თუ ისე ჩაფრულები არიან. ეხლა ჩვენ მაინც ეხლა უსმენთ და უყურებთ რა ხდება ტელევიზორში და რა ხდება ეხლა ამერიკაში. ესე იგი
ჩატარდა სტატისტიკური გამოკვლევა და ამერიკელების ვინ ემხრობა და ვინ არ ემხრობა იმას ტრამპის მოქმედებას და გუშინ გამოქვეყნდა 70% მოსახლეობა წინააღმდეგია ამ ოპერაციისა. მარტო 30% ეთანხმება ტრამპის მოქმედებას. აქედან გამომდინარე უკვე კონგრესშიც უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟია და რატო? თურმე არ ვიცოდი, თურმე კი საერთოდ ასეა რომ ამერიკელი პრეზიდენტი ომს კონგრესი და სენატის გადაწყვეტილების გარეშე უფლება არ აქვს რომ დაიწყოს ომის წარმოება. და უკვე კონგრესი და სენატი ითხოვს რომ ტრამპი მოვიდეს და რატო აკეთებს ამას და რატო არ ღვევს კონსტიტუციას. მე რაღაცა ფორმულირება გააგზავნა ტრამპმა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს კონგრესს. ერთ სიტყვით მარტივად და კონკრეტულად ვიტყვი რომ ტრამპი ამ ოპერაციას, ამ ომის ოპერაციას აწარმოებს კონგრესის და სენატის ნებართვის გარეშე. ეს უკვე კონსტიტუციური დარღვევაა და უკვე კანონმდებლებს ეძლევათ საშუალება რომ მოითხოვონ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა გააქვსებინონ ტრამპის იმპიჩმენტს, ესე იგი მოხსნან თანამდებობიდან, პრეზიდენტის თანამდებობიდან. აქ მიდის ახლა ლაპარაკი რომ კიდევ ეს თანხები და ეს ფინანსები, ძალიან დიდი ფინანსები უნდა ომს და რა უფლებით მიდის დაფინანსება. ხო ხდებით საერთოდ მიდის საქმე. დავისწავათ ახლა დემოკრატები ეწინააღმდეგებიან ტრამპს, მაგრამ უკვე ბევრი რესპუბლიკელი ძალიან ეწინააღმდეგება ამ მისი მოქმედებიდან გამომდინარე. უკვე მიდის საუბრები რომ ტრამპი ვერ არის თავის კუაზე, არის დამოკიდებული ებრაელებზე და ებრაელები მართავენ ტრამპს. ეხლა ზოგ შეიძლება ეს გაეცინოს, მაგრამ აგერ ოფიციალურად რუბიო რო არის, ის გამოვიდა გუშინში და თქვა რომ ჩვენ არ დაგვიწყია ისრაელმა დაიწყო ომიო და ჩვენ უბრალოდ მხარი დაუჭირეთო. ამ განცხადების შემდეგ უკვე ისედაც ხო წავიდა, ისედაც უკვე თიც უთითებენ რომ ებრაელები ჭუაზე დადის ტრამპი, ეს კუშნერი ხო სიძია და ებრაელური, ეხლა ებრაელებს თავისი პრობლემა ჰქონდათ ყოველთვის ისტორიულად ირანელებთან, და ისრაელმა აიძულა ტრამპი რომ გაეკეთებინა ეს ნაბიჯი, მაგრამ უყურეთ რა ეშმაკურად არის უკვე რომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი, ისრაელმა დაიწყო ომი და ამიტომ ისრაელს მივეცით პაჯაშკა, ანუ ხარდაჭერაო. აი უკვე წავიდა აი ესეთი რაღაც უკან დახევის და პასუხისგებლობის არ მიიღება. თუმცა მაინც ტრამპი იძახიან, მაგრამ ტრამპის ხასიათი და ხო იცით, ერთ სიტყვის მერე უკან დაიხევს, ერთ სიტყვის დაიხევს, მერე დაიწყებს და წავიდა რაღაც აი ეს არასტაბილური სიტყვები და მოქმედებები უკვე ტრამპის ადმინისტრაციაში. მერე მოგეხსენებათ ტრამპა რატო მოიგო პრეზიდენტის რატო გახდა პრეზიდენტი, რომ მაგის პირველი მოთხოვნა იყო და პირდებოდა ადამიანებს რომ ომებს გააჩერებდა და იქნებოდა მშვიდობის ტრენდი. ამასობაში მოვიდა დრო და უკვე მშვიდობის ტრენდი კი არა, უკვე ისეთ ომში მიდის უკვე საქმე, რომ უკვე ფაქტურად 8-9 ქვეყანა ჩაერთო უკვე საქმეში, მე გულისხმობ არაბულ ამბავში, ეს აქა, იქ ვენესუელაში, იქ მერე გრენლანდიის აღება უნდა, კუბის აღება უნდა და ტრამპი რომელსაც ამბიცია ჰქონდა რომ ნობელის პრემია უნდა მიიღო მშვიდობის ამბავში, მშვიდობა კი არა, ამის კი არა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყება პოლიტიკის გამო. ინტერესოა ისრაელის საინფორმაციო წყაროს მოусმინო და აქ ებრაელურ რადიოებს და ტელევიზიას რომ მოусმინო, აბსოლუტურად 100%-იანი მხარს უჭერს ყველა ებრაელი ყველა მხარს უჭერს ტრამპს. და ტყუილად არ არის ნათქვამი რომ ებრაელებმა თვითონ გაათამაშეს, მაგრამ უყურეთ აქა თავისი არგუმენტებიც არის, ხო? ეხლა ომი უნდა დაწყებულიყო, არ დაწყებულიყო, ამაზე ბევრი დისკუსიები ალბათ ჩემოთაც გამოსმენილი, მაგრამ თუ მოусმენ ებრაელებს კი ამა ტრამპის და მისი გუნდის და ზირთად ებრაელების მიზეზებს
იტყვი ხო რა მართალი სწორად მოიცა ტრამპი თუ მოусმენ მოწინააღმდეგეს მე იმას უსმენ და უკვე ეხანას რომ დავიწყეთ პროპაგანდაზეა ყველაფერი დამოკიდებული ეხა ებრაელები და ისრაელი იძახის რომ რაც ხომეინი მოვიდა სულ ირანი გვემუქრება როგორც ქვეყნის ანადგურებას გვემუქრება და ვერისვენებ მე სულ ტერეკ იმას ბრასდებენ რომ ირანი ეს ხომეინის მთავრობა რომ ხო ეს 79-ში მოვიდა ყოველთვის ხარს უჭერდნენ ტერორისტულ აქტებს აფინანსებდნენ ჰეზბოლა და ჰამასი და ისინი და რო დაფიქრდე მართალიც არის ხო ესენი ეუბნებიან კაცო ჩვენ ირანი ყოფილიყო მთავრობა და თავისი რელიგიაში ყოფილიყო რომ დაიწყეს უკვე აფინანსება ამ ტერორისტულ აქტების ეს სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას ეს ხომ მოგონილი არ არის, ეს მასეც არის და ფაქტურად რომ დაუფიქრდე მართალიც არის, ხო? ეხლა მაგას ვერ იტყვის რომ ირანი ამას არ აკეთებდა და აკმიროდა და პროპაგანდას არ ეწეოდა. მაგრამ მეორე მხარეს რომ მოусმინო, უკვე ირანმა რატო დაიწყო ასეთი მოქმედებები, იძახიან რომ თვითონ ირანის მხარე და ასე თქვათ ირანის მომხრეები აქტები მოაქვთ რომ არასოდეს მოლაპარაკებაზე ისრაელი და ამერიკა არ თანხმდებოდნენ რომ მშვიდობა ყოფილიყო და ეხლაც მაგას იძახდნენ რომ ირანი თანახმა იყო ეხლა ფაქტობრივად რაზეც მიდის ხო ურანის გაჯერებაზე და იმაზე იყო საუბარი ირანი იყო თანახმა მაგრამ აი მოლაპარაკების დროს ამერიკა არღვევს ისრაელი არღვევს და ახლა ეს ხომეინი რომ მოუკლეს მოლაპარაკების პერიოდი იყო და ამ დროს ეს ხალხი რო იყო შეკრებილი ეს მთავრობა მოლაპარაკება არ იყო დამთავრებული და ისრაელმა და ამერიკამ დაიწყო ომიო. ნუ დაარღვია მოლაპარაკების სიტუაციაო და აი ეს მხარე ამას იძახის, ეს მხარე იმას იძახის იმას მოусმენ, ის არის მართალი, ამას მოусმენ, ეს არის მართალი. ადამიანი ვინც არ არის კარგად გარკვეული და ვარდებულიც არა, ეხლა ყველაფერი იცოდეს ის პოლიტიკური მოლაპარაკებების და იმეების ნიშნობა, სწორედ დაბნეულია და ფაქტია რომ ომი მიდის, ხალხი იღუპება და ღმერთმა იცის კიდევ რა იქნება და რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. კარგად რო არ დამთავრდება და კარგად ეხლა ყველაზე კარგი ვარიანტი რომ დამთავრდეს ეს ომი და ისევ წავიდეს მოლაპარაკებები, მაგრამ ისრაელი და ამერიკა იძახის რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და უკვე ირანი და მუსულმანური მხარეც იძახის მოლაპარაკება არ აქვს. თან მთელი უბედურება ის არის რომ იქ ისლამში და მუსულმანობაში არის შიიტები, სუნიტები, ფაქტურად ირანმა დაბომბა მისი მეზობელი ქვეყნები, სადაც იყო ეს ამერიკული ბაზები, ისინი გაღიზიანდნენ ის არაბული. იმიტომ რომ ეხლა არაბულ ქვეყანაში თუ არა ამერიკული ბაზა სამხედრო და იმ ქვეყანას ბომბა, ესე იგი ჩემთან არის მერატონ ბომბა და არის ერთი ზუსტად აი ესეთი დომხალი და ახაც ისე მეორდები, როგორ მოგაწვიან ინფორმაციას, რაც მოგაწვიან ამაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ დროს აშვებით, გავათ უსმენთ და ფიქრობთ, ვინ არის მართალი, ვინ არ არის მართალი, მაგრამ ერთი ვიცი რომ ამენაერად ომი უნდა დამთავრდეს და ამენაერად ომი როდის დამთავრდება, ეხლა იძახიან ან რესურსები ამოიცურება ირანის, ან ამერიკის, ან მაგრამ საერთო ჯამში ვართ ძალიან მაგარ გაუმკევრობაში და მარტივად რო ვთქვათ ომში. მე მაგათად ისე რო ვამბობდი სიტყვა ომი ჩემთვის არის აი მარშროლებს, იმიტომ ეს ყველაფერი ანდიფათ ეს შეგრძნობილი, მაგრამ არიან ადამიანები, ომი არის ჩვეულებრივი სათამაშო რაღაცა ელემენტები. ხო ასეა მეგობრო, რა ვქონი ჩემი სათქმელი თქვი და რა ვიცი, აი ამით გამიდოდა. ჩვენ ისე და ისე გავაგზელებთ ჩემებურად გითხარით ეს სიტუაცია რაც ხდება მიმდინარე პროცესებში. იმედია ეხლა მე
არ გამოხდებიან და დამიწყებენ შენ ამისთო იმისთო, ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს, ჩემი აზრი არის, რასაც უფალი გვასწავლებს მშვიდობა, სიწყნარე, ურთიერთგაგება. უბრალოდ მე ვაჩვენე ის, რაც არის. კარგად ვაჩვენე, სულად ვაჩვენე. იმედია იმისთი ხარ, ამისთი ხარ, იმის ხარი ხარ, ნუ მეტყვით, ხო? ერთი რაღაცა მინდა ახლა გამახსენდა რა. ერთ კომენტარში მას განვიხილავდი და დავიწყო და უცბად მოვიდა. გაგვაგებინე რა, პლისეცკაია ხარ, რო პლისეცკაია, ხო იცი დემო ის რო იყო რა. ვალერინა, ეს იგი ათამაშებ რა. ერთხელ მეგობრებო, მე არა ვარ პლისეცკაია. ჩვენი არხი ცდილობს რომ ამ სიტუაციაში ერთმანეთს გვერდზე დაუდგეთ და ისე და ისე თხოვნით, სიყვარულით, უარგუმენტო რაღაცა იარლიკებს თუ მომაკერეთ რა. მე ისე და ისე ვამბობ. მე ვარ საქართველოს ხარეს, მე მივსდევ უფლის სიტყვებს. მე ვარ სიყვარულის, მშვიდობის, მეგობრობის მომხრე, მე ვარ იმის მომხრე, რომ გავანალიზო და ჭკვიანურად მოვიქცეთ. იქიდან გამომდინარე, იმედია ადამიანები შეეცდებიან, რომ ობიექტურად და იარლიკების გარეშე ხურონ ჩვენ არხს, ჩვენ ვიდეო რგოლებს, თუ არა და დაბრუნდ და დაბრუნდ. ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო, აი ეს თქვა მინდოდა, აი ესეთი სიტუაციაა და დავიცი ჩვენ ისე და ისე ვაგრძელებთ ვიდეო რგოლების გადაღებას, ისე და ისე ვერძე დგომას, სამშაბათობით შევეცდებით პოლიტიკურ მიმდინარეობა განვიხილოთ ისე როგორც არის და დანარჩენი ფიქრის და განჭის და გადაწყვეტის არჩევას თქვენ დაგიტოვეთ მეგობრებო. ჩვენ კიდევ წავედით მონტანაში. მშვიდობებით, იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდები და რა თავარი იყო მშვიდობა ჩვენ გულში და უფალი იყო ჩვენთან. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.